ბრაზილიელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მსოფლიოში პირველი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია დაზიანებული ზურგის ტვინის რეგენერაცია. ეს ინოვაცია 25 წლიანი კვლევის შედეგია. ზურგის ტვინის დაზიანებები პაციენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი დიაგნოზია. ხშირად იწვევს დამბლას ან პარალიზებას. აქამდე მკურდალობა მხოლოდ სიმპტომების მართვასა და შემდგომ დაზიანების პრევენციაზე იყო ორიენტირებული. თუმცა ახალი პრეპარატი შექმნილია ზურგის ტვინში ნერვული კავშირების აღდგენისა და ხელახალი ზრდის სტიმულირებისთვის. პოლილამინინი არის სინთეზური ბიოინჟინერიული ბიომასალა, რომელიც შედგება ბუნებრივი ცილის ლამინინისგან წარმოებული კომპონენტებისგან. ლამინინი არის მნიშვნელოვანი გლიკოპროტეინი, რომელიც გვხვდება უჯრედს შორის მატრიქსში, ანუ ქსოვილში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული უჯრედების ზრდასა და გადაადგილებაში, უჯრედების მიმაგრებაში, ქსოვილების აღდგენასა და რეგენერაციაში. ამ ეტაპზე ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები ცხოველებსა და რამოდენიმე ზურგის ტვინით დაზიანებულ პაციენტზე ჩაატარეს. თუმცა მედიკამენტებმა იმდენად დადებითი შედეგი აჩვენა, რომ გადაწყვიტეს გაესაჯაროებინათ. დაზიანებული ნერვული ბოჭკოები არა მხოლოდ შეხორცებას იწყებენ, არამედ ხელახლა უკავშირდებიან ერთმანეთს, აღადგენენ სიგნალებს ტვინსა და სხეულს შორის. პაციენტებმა გაუმჯობესებული მოტორული ფუნქცია და მგრძნობელობა განიცადეს, რაც ადასტურებს, რომ რეგენერაცია შეიძლება აღარ იყოს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან. თუ ფართომასშტაბიანი კვლევები მის უსაფრთხოებისა და ეფექტურობას დაადასტურებენ, პრეპარატს შეუძლია შეცვალოს პარალიზების მკურნალობის მიდგომები მთელს მსოფლიოში. ამ პრეპარატის დამტკიცებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ზურგის ტვინის დაზიანებით მცხოვრები ადამიანთა რაოდენობა იზრდება. ყოველწლიურად დაახლოებით 500,000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ამ პრეპარატის მეშვეობით პაციენტები შეძლებენ დაიბრუნონ ცხოვრების ჩვეული ხარისხი. ინდივიდუალური გამოჯამრთელების გარდა, ეს გარღვევა ნეირომეცნიერებასა და რეგენერაციულ მედიცინაში ახალ ერას აღნიშნავს. გამარჯობა, მე გუგა ვარ და ეს პაციენტის მე-16 ვიზიტია. ღვიძლი ზომით ყველაზე დიდი შიდა ორგანო, რომელსაც ორგანიზმში იმდენად დიდი როლი აკისრია, რომ ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებთ ამას. როგორც ამბობენ, მას 1000-ზე მეტი ფუნქცია გააჩნია. ყოველ წუთში ღვიძლს შეუძლია ლიტრ ნახევარი სისხლის ფილტრაცია და ამასთანავე ხშირ შემთხვევაში მას სისხლის საწყობსაც უწოდებენ. ნაღვლის გამომუშავება მისი ერთ-ერთი საიდუმლო იარაღია და ამასთანავე ღვიძლს შეუძლია რეგენერაცია. მას წელიწადში ერთხელ უჯრედები უახლდება და ამასთანავე დაუშვათ დაავადების შემთხვევაში თუ ვიღაცას ღვიძლის ნახევარს მოაკვეთებენ, არის იმის შესაძლებლობა, რომ დარჩენილმა ნახევარმა ის აღადგინოს კიდევაც. ღვიძლის დაავადებები ამასთანავე თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში სანამ მწვავე სიტუაციამდე და ფაზამდე არ მივა დაავადება, პაციენტი ამას თავად ვერ იაზრებს. ამიტომაც მისი მკურნალობა და მისი მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ მეტი გავიგოთ ამის შესახებ, დღეს მე სტუმრად მოვიწვიე ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი, ჰეპატოლოგი, ინფექციონისტი ბატონი კახაბერ ჩომახიძე. დიდი მადლობა ბატონო კახაბერ, რომ გამონახეთ, რომ გვესტუმრეთ. საკმაოდ მწვავე, შეიძლება ითქვას, ორგანო არის, რომელიც, ჩვენ რეალობაში და ჩვენს ტრადიციებიდან გამომდინარე და ჩვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, საკმაოდ, ესე ვთქვათ, სუსტი არის. თუ შეიძლება ასე ითქვას, თუ მართალი ვარ. ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით, თქვენ ამომწურავად ახსენით თითქმის აი მისი ღვიძლის შესაძლებლობები და ფუნქციები, აი ის რომ რეგენერაციის უნარი აქვს, ანუ აღდგენის უნარი აქვს. სხვათაშორის ეს რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ საუკუნეების წინაც მითოლოგიაში არსებობს არწივი, რომელიც უკორტნიდა ღვიძლს ამირანს, ბერძნული მითოლოგიით პრომეთეს იღებდა ყოველდღე ახალ ღვიძლს, ანუ აღდგენის უნარი. ხა მაშინ იცოდნენ თუ არა ეს უნარი ღვიძლის ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს უკვე დაფიქსირებული იყო რამდენი საუკუნის წინ. ღვიძლი არის, მოდით ესე გეტყვით, სუსტი კი არა, პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას იტანს. თუნდაც იმ გარემო პირობებს, რომელშიც ჩვენ დღეს ცხოვრობთ, რითი ვიკვებებით, რითი რა სითხეს ვიღებთ, რას სუნთქავთ, ეს ყველაფერი არის ღვიძლის გადასატანი და გასანეიტრალებელი და ძალიან დიდი ხნის მანძილზე აი სწორედ იმ რეგენერაციის წყალობით, რომ რაღაცა რაოდენობა უჯრედების, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ამბავია ჯანმრთელ ღვიძლში ხდება, ახალი წარმოიქმნება. აი ამ გამღიზიანებელი ფაქტორების ფონზე უფრო მეტი იღუპება უჯრედი, მაგრამ ისევ აღდგება და ძალიან დიდი ხნის მანძილზე ღვიძლს შეუძლია სწორად და კარგად შეასრულოს თავისი ფუნქცია. ბატონო კახა, რომ დავიწყოთ ჯერ ზოგადი, ესე ვთქვათ, მიმოხილვით ჩვენი რეალობის, უკვე აუნიშნე, მაგრამ
მაინც, ნუ ეხლა ჩვენ კარგად ვიცით ყველა ქართველებს როგორ უყვართ მამაკაცებს. პირველ რიგში რა თქმა უნდა დალევა, кейფი, ეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არის და ნუ ალბათ მაინც შეიძლება ვთქვათ რომ ერთ-ერთი მთავარი გამღიზიანებელი პრობლემების გამომწვევი ღვიძლის მიმართ საქართველოში ეს არის? არა, საქართველოში საბედნიეროდ ალკოჰოლური ჰეპატიტი არ არის, ასე ვთქვათ, პირველ ადგილზე, თუმცა სამწუხაროდ ეს პრობლემაც რა თქმა უნდა გვაწუხებს. ზოგადად ისევ და ისევ პრევალირებს ვირუსული ჰეპატიტები, B-C ჰეპატიტი, ასევე არის ღვიძლის გაცხიმოვნება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკმაოდ სერიოზული პრობლემა საქართველოში მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა ალკოჰოლი. სხვა შორის ალკოჰოლზე მინდა ვთქვა, რომ ჯამრთელი ღვიძლისთვის დასაშვები ღვინის რაოდენობა ჯამრთელ ღვიძლზე მაქვს საუბარი, არის 250 მილილიტრი. რატომაც არ მჯერა რომ ადამიანი დაждდეს და 240 სუფრასთან ვითომდეს 250 მილილიტრი ღვინით შემოიფარგლოს. ეს მარტო საქართველოში არ ხდება, იგივე ევროპაში ჩვენ ფილმებში უყურებთ რომ ჭიქას დაიდგავენ და მთელი დღე სვავენ. არ არის ესე, იქაც აგრძელებენ იმერთი ჭიქის მერე, მაგრამ ჯამრთელ ღვიძლს აი ზუნარი აქვს რომ აღიდგინოს თავი, რასაც ის ალკოჰოლი დააზიანებს, აღიდგენს და მეორე დილას რომ გაიკეთოს ანალიზი ჯამრთელმა ადამიანმა, აბსოლუტურად ნორმაში აქვს ფუნქცია. ძალიან სხვა ვითარება, რა თქმა უნდა, იმათთან, ვისაც დაზიანებული აქვს ღვიძლი, თუნდაც იგივე B-C ჰეპატიტით, იგივე სხვა რაღაცა ალკოჰოლური ჰეპატიტიც არსებობს და რო აგრძელებენ მას, მე უკვე ის გადადის ძალიან შეუქცევად ცვლილებებში, რაც სამწუხაროდ მე ფატალურ შედეგამდე შეიძლება მივიდეს. კი, ეგ ნამდვილად სამწუხარო არის და საუბედუროდ ჩვენი პრობლემა ერთ-ერთი არ მხოლოდ ღვიძლის მიმართებაში, ზოგადად ჯამრთელობის მოვლის მიმართებაში ეგ არის, რომ დაზიანებული შეიძლება ქონდეს ადამიანის ორგანო, მაგრამ მაინც რატომღაც არ ითვალისწინებს ამას და ღვიძლის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით პრობლემურია, იმიტომ რომ თუ მართლაც ასეა, სიმპტომების ნაკლებობა მაინც ართულებს ამის აღმოჩენას. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? პირველ რიგში არსებობს გარკვეული რისკ ჯგუფი. ანუ ის ვისაც შეიძლება ქონდეს ვირუსული ჰეპატიტი. ნუ იგივე ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები არიან იმ დიდ რისკ ჯგუფში, რომელსაც შეიძლება ქონდეს B ან C ჰეპატიტი. ალკოჰოლის ხშირად მომხმარებელი ეს ასევე რისკ ჯგუფია და შეიძლება არანაირი კლინიკური ნიშანი მართლა არ ქონდეს აბსოლუტურად, განსაკუთრებით ეს ეხება აი უკვე ყადაღებულ C ჰეპატიტს. C ჰეპატიტის შემთხვევაში მწვავე ფორმა ძირითადად 85%-ში მიმდინარეობს უსიმპტომოდ. აბსოლუტურად არის ადამიანმა რომ მას აქვს C ჰეპატიტი. მწვავე ფორმას იმიტომ უსვავ ხაზს, რომ B ჰეპატიტის მწვავე ფორმა, A ჰეპატიტის, ნუ იგივე სხვა ჰეპატიტების კლინიკურად რაღაცით მაინც გამოიხატება, უფრო ხშირად და C ჰეპატიტის უფრო ხშირად არ გამოიხატება. და სრულად შემთხვევით იგებენ ადამიანები, რომ აქვთ ეს C ჰეპატიტი. ყველაზე ასე ვთქვათ, ხაზგასასმელი და ნუ ჭყალებში დავარქვათ, ცუდი არის ის, რომ ვისაც გამოეხატება, ნუ იგივე ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ალკოჰოლური ჰეპატიტი. და აქვს უკვე საკმაოდ სერიოზული ფორმა ამ დაავადების. კურნალობის რაღაცა პერიოდის შემდეგ ის ხდება კარგად და ისევ იკარგება ეს კლინიკური ნიშნები და რატომღაც ესეთი პაციენტები თვლიან, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გამოსწორდა და ყველაფერი კარგად არის. და აგრძელებენ ისევ ძველი ცხოვრების წესს და ეს იწვევს კიდევ უფრო მეტ შეუქცევად პროცესებს და ნუ მე სამწუხაროდ გითხრათ შეიძლება ცუდადაც დამთავრდეს. და ძალიან სამწუხაროა ის, რომ ხა ადრე აი წლების წინ ახლა საკმაოდ დიდი ხანია რაც მუშაობ და უფრო ასაკიან, ანუ 45-50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში უფრო ხშირად რა თქმა უნდა იყო ეს ალკოჰოლური ჰეპატიტის პრობლემა. ეხლა ძალიან გაახალგაზრდავდა. ანუ აი სულ რაღაც 1-10 დღის წინ მყავდა პაციენტი, რომელიც 27 წლის ასაკი აქვს, 27 წლის ასაკში უკვე ციროზია ჩამოყალიბებული. ძალიან სამწუხაროა და ძალიან საშინელებაა ეს ფაქტი. ეს ტენდენცია მსოფლიოშიც შეინიშნება. ზოგადად მსოფლიოშიც შეინიშნება გაახალგაზრდავება ყველა დაავადების, მაგრამ ხა ჩვენი საწუხარი გვაქვს, რომ ეს ალკოჰოლს უკავშირდება. სამწუხაროა ძალიან. აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მთელ მსოფლიოში უკვე, ესე ვთქვათ, ადაპტირდა, არის სკრინინგი. სამწუხაროდ ჩვენთან ეს მოიკოჭლებს. აი, რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია სკრინინგი ღვიძლის მიმართებაში? ზოგადად 6 თვეში ერთხელ ყველა ნორმალურმა ადამიანმა ნორმალურ ქვეყანაში უნდა ჩაიწეროს გამოკვლევები. მარტივი გამოკვლევები, აქ არ მაქვს ლაპარაკი, ხო უზარმაზარ რაოდენობაზე ანალიზების. აი ჩვეულებრივი იგივე მუცლის რუს ეხოსკოპია, სისხლის საერთო ანალიზი მაინც.
თუ რაიმე ჩივილები აქვს, რა თქმა უნდა, ექიმთან შეთანხმებით, დამატებით გამოკვლევებით, მაგრამ ჩვენთან, აი, თუნდაც იგივე C-ჰეპატიტზე, როდესაც პირველი C-ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო სკრინინგით. პროგრამა იყო, ესე იგი, იყო და არის ეხლაც, წარმოიდგინეთ, ძალიან დიდ შანსს აძლევს ადამიანს საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობით განიკურნოს ამ დაავადებისგან. სკრინინგიც კი არ ჩაიტარა ბევრმა იმის გამო, რომ აქ რაღაც ექსპერიმენტი ტარდება, ამ ექსპერიმენტი თუნდაც ანალიზის გაკეთებას რა თქმა უნდა, ექსპერიმენტი ტარდება თუ არ ტარდება. მაგრამ აი ეს მიდგომა იყო და სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. აი ეხლაც კი მხვდებიან პაციენტები, რომელსაც რო ვეკითხები, ამდენი წლის მანძილზე რატო არ ჩაიტარე ან გამოკვლევა ან მკურნალობა, ის რა არ მინდოდა, რატო ახსნა არა აქვს ამას. სკრინინგს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ახსენეთ და არ შეიძლება ამას ავერიდოთ თავის C-ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც ალბათ მსოფლიოში გამორჩეული არის, რომ გვაქვს ეს ძალიან იშვიათი ფუფუნება შეიძლება დავარქვათ ამას და საბედნიეროდ ჩვენ ქვეყანაში ამის ფუფუნება გვაქვს. მაგაზე რო ვისაუბროთ, სტადიების მიხედვით იყოფა პროგრამაში მონაწილე პაციენტების თუ როგორ მიმდინარეობს ეს? სტადია, როდესაც დაიწყო ეს პროგრამა, პირველი წელი მკურნალობა ჩაუტარდა მხოლოდ მძიმე ფორმით მქონე პაციენტებს და გართულებებისაც ჰქონდა. 2015-ში დაიწყო 16 წლიდან ყველა პაციენტს, რომელსაც რა თქმა უნდა სურვილი აქვს, რომ ჩაიტაროს მკურნალობა და დაუდგინდება C-ჰეპატიტი, ყველას უტარდება მკურნალობა. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადრე როცა სხვა პრეპარატებით მკურნალობდით, იქ ვარჩევდით პაციენტებს, ანუ თუ აი ძალიან მძიმე ან საშუალო სიმძიმის პაციენტებს და ვისაც ფაქტიურად დაზიანების ხარისხი 0 ქონდა, ანთების ხარისხი 0 ქონდა, იმათ არ მკურნალობდით. არ მკურნალობდით იმიტომ კი არა, რომ მათ ვერ მოვარჩენდით იმ პრეპარატებით და ამ პრეპარატებით პრაქტიკულად ყველა რჩება. რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს 98% ამ პროგრამის წყალობით განიკურნა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა ხაზი გაესვას, განიკურნა C-ჰეპატიტისგან და არა იმ გართულებებისგან, რომელიც გამოიწვია C-ჰეპატიტმა. ძალიან ბევრს გონია, რომ დაიწყებს მკურნალობა და ყველაფერი დაალაგდება. და მე აი უკმაყოფილო რჩებიან, როცა მეუბნები, რომ აი რომ დაამთავრებ მკურნალობას, მე 6 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ, ნუ ვის როგორ ჭირდება. აუცილებლად უნდა იარონ კონტროლზე, იქ ანალიზის, ეხოსკოპიის ასე შემდეგ. აბა რისთვის მკურნალობ? ნუ იმისთვის, რომ C-ჰეპატიტმა კიდე მეტი აღარ დააზიანოს. აი ეს არის ამის პასუხი. მეტი პასუხი არც მე მგონი არც არის საჭირო მეტი პასუხი. რაც დააზიანა, ისიც საკმარისია, აქამდეც არ უნდა მieყვანათ პაციენტს თავი. B-ჰეპატიტის შემთხვევაში თვითონ გავრცელება მსოფლიოში გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე C-ჰეპატიტი. მაგრამ თვითონ რისკები შედარებით ნაკლებია. თუ ვწდები. გადაცემის გზები არის ერთდაიგივე. რაც შეეხება აი რისკი უფრო გავრცელებულია და რატომ C-ჰეპატიტი პარენტალური გადაცემა ქვია, ანუ დედიდან შვილს რო გადაედება, არის მე პირადად არ შემხვედრია, რომ დედამ შვილს გადადო. ანუ ახალშობილს გულისხმობ თქო, მოსვატყოფის პერიოდში ის იცავს პლაცენტა, მე რო იბადება, შეიძლება გადაედოს. B-ჰეპატიტის შემთხვევაში შემხვედრია. უფრო მეც გეტყვით, ყავს პაციენტები ოჯახი, ანუ დედას აქვს და სამივე შვილს უკვე თან მოზრდილები არიან და ეხლა გაირკვა, რომ დედისგან აქვთ ეს. ანუ რისკი აქ პარენტალური გადაცემის უფრო მეტია, ვიდრე C-ჰეპატიტის შემთხვევაში. ჩემი აზრით, B-ჰეპატიტი, აი ხაც მართლაც წლების მანძილზე გადაღებული თემა იყო ეს C-ჰეპატიტი, ну თავისთავად უფრო იმის გამო, რომ შედარებით ახალი დაავადება დადგენის მხრივ, ვიდრე B-ჰეპატიტი დადგინდა. B-ჰეპატიტი ვიცოდი დიდი ბევრი წლის მანძილზე და C-ჰეპატიტი მხოლოდ 90-იანებში გავიგეთ, ასე ვთქვათ. მაგრამ პრობლემა მკურნალობის კუთხით, B-ჰეპატიტის ქრონიკულს გულისხმობ, B-ჰეპატიტის გაცილებით რთულია, ვიდრე C-ჰეპატიტის. ამას და კიდევ ერთი რაც აუცილებლად ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ვინც მოგვისმენს. ეს არის დაავადების სტადიები. ეს არის სრულიად სხვადასხვა დაავადებები. რომ აი მოდიან პაციენტები C მაქვს და იქნებ B-ში გადამიყვანოთ, პირდაპირ ღმერთმა დაგიფაროთ, გაგიდათ ეს B. სამწუხაროდ აი ეს ინფორმაცია აქვს, რომ ეს არის სტადია C-დან გადადის B-ში, მერე C-დან A-ში უნდა გადავყვანოთ და ანუ რა თქმა უნდა არ არის სწორი, ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა დაავადებები. ასევე აღმოაჩინე, რომ B-ჰეპატიტის ვაქცინაც არსებობს. რამდენად ეფექტური არის? ძალიან ეფექტურია და მინდა გითხრათ, რომ ალბათ ყველა უნდა აიცროს. აი რისკი ყოველთვის არსებობს.
არ მაქვს საუბარი მარტო მედმუშაკებზე, რომელთათვისაც ეს სავალდებულოა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც სისხლთა შეხება აქვს. მე მინახავს ჩემი კოლეგები, მეგობრები, მაგალითად, მეგობარი დაინფიცირდა ქირურგი B ჰეპატიტით პაციენტისგან. ეს 90-იან წლებში იყო, მაგრამ ფაქტია რომ მოხდა, ამიტომ 10-ით ყველა, აბსოლუტურად ყველა უნდა აიწდა. ვაქცინა არის აბსოლუტურად ძალიან ეფექტური, უბრალოდ ჭირდება წლების მერე რევაქცინაცია. არ არის ეს პრობლემა, რომ კიდევ ერთხელ 10 წლის მერე ჩაიტარო რევაქცინაცია. 10 წელიწადში ერთხელ არ უნდა მიიღოს პრობლემა მე თუ მკითხავ. ძალიან ესეთი საინტერესო არის ასევე ხშირ შემთხვევაში ჩვენთან როგორ არის მოირჩენენ რაღაცას ან თუნდაც იგივე სიმპტომები ჩაცხრება და გონიათ რომ ყველაფერი ჩავლილია და წარსულს ჩაბარდა. ჰეპატიტის შემთხვევაში, ჰეპატიტების შემთხვევაში ასე არის, აი მოირჩინა ადამიანმა C ან B. შეუძლია მშვიდად იყოს თუ ის კონტროლი გრძელდება. დავიწყოთ C-ს შემთხვევაში. მე მაგალითად ყველა პაციენტს სრულიად მსუბუქი ფორმითაც რო იყოს, კონდეს ეს დაავადება, კურნალობის დამთავრების, განკურნების შემდეგ მაინც ვთხოვ 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროს ეკოსკოპია. მხოლოდ და მხოლოდ ეკოსკოპია. რაც შეეხება B ჰეპატიტს, B ჰეპატიტი იტოვებს სრულ იმუნიტეტს, ანუ განკურნების შემთხვევაში პაციენტი აი ბუნებრივად აიცრა, ესე დავარქვათ. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა დროს განიკურნა ეს პაციენტი, იგივე C-ს და B, თუ ქონდა უკვე გართულებები, ის გართულებები არ ალაგდება, ამიტომ უნდა მუდმივი მეთვალყურეობა და მუდმივად კონტროლი. თქვენ არ გიხსენიათ ყოველ შემთხვევაში ბევრჯერ დღეს, მაგრამ მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, მამაჩემის თაობაში ძალიან გავრცელებული დაავადება ციროზი, რომელიც ქართველებს ბევრს ჰქონდა და ბევრი შეიწირა, შეიძლება ასე ითქვას. დღეს ყოველ შემთხვევაში ნაკლებად ისმის, ან შეიძლება სხვა ტერმინს ხმარობენ, ყოველ შემთხვევაში მე ნაკლებად მესმის და ჩემ თაობაში იმდენი საბედნიეროდ ციროზი დაავადება არის, ციროზი არის გართულება. გართულება. და სამწუხაროდ ისევ ძალიან აქტუალურია და ძალიან ბევრი პაციენტი ყავს სამწუხაროდ ციროზიანი. ანუ ეს არის უკვე დავარქვათ ესე შეუქცევადი გართულება. თუმცა აი ბოლო ეხლა რაც კითხულობთ ხო, აი იგივე ევროპელების, ამერიკელების სტატიებს და ასე შემდეგ, პირველი მეორე სტადიები ციროზს აქვს ნამდვილად და დავარქვათ ესე საწყის სტადიაში შეიძლება შექცევადი იყოს, კომპენსირებული ციროზი არსებობს და დეკომპენსირებული. დეკომპენსირებულია უკვე უცხოში სითხე რო აქვს ადამიანს, გონების ხრივ რაღაც პრობლემები აქვს, ენცეფალოპათია, არის საკლაპავის ვენებიდან სისხლდენა, ეს უკვე დეკომპენსირებული ციროზია და აქ უკვე შექცევადობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ აი როცა არის ჯერ კიდე კომპენსირებული ციროზი და ახალი დაწყებული, შესაძლებელია ეს თუ რა თქმა უნდა ამას მოდი ესე ვიტყვი, ისურვებს პაციენტი, ანუ იმკურნალებს და ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრებს. ციროზი ისევ აქტუალურია სამწუხაროდ. სამწუხაროდ სურვილი პირველ ადგილზე დგას არ მხოლოდ ღვიძლის, არამედ ყველა სხვა ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში, რაც ალბათ ჩვენი მთავარი პრობლემა არის. ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მეტი მონდომება და მეტი სურვილი ბევრ რამეს გამოასწორებდა ჩემი აზრით. ძალიან საინტერესო ასევე გაცხიმოვნება ღვიძლის, რაც ასევე ვახსენეთ და შემდეგ უკვე მინდა ცოტა სხვა თემისკენ წავიდე, მაგრამ გაცხიმოვნებაზეც რო ვისაუბროთ 2-3 სიტყვით, აი თქვენ თქვით რომ ძალიან გავრცელებული არის და ეს ალბათ უკვე კვების რაციონთან მიმართებაში არის. არა მარტო რაციონთან, რა თქმა უნდა, რაციონს აქვს მნიშვნელობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს, ანუ ჯანმრთელ კვებას. რატომ არის საუზმე, სადილი, ვახშამი ერთ და იგივე დროს, ანუ სწორად უნდა მოხდეს საკვების დაშლა, რომ ის იგივე ცხიმი, რომელსაც შეიცავს ის საკვები, სწორად დაიშალოს და არ ჩალაგდეს თუნდაც ღვიძლის ქსოვილში. გარდა ამისა, შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ასევე ძალიან გავრცელებულია მსოფლიოშიც და საქართველოშიც, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანს უკვე ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ ჩამოუყალიბდეს ღვიძლის გაცხიმოვნება. ასევე ჰიპერტონიის დროს ძალიან ხშირია გაცხიმოვნება. არსებობს ალკოჰოლური სტეატოზი, სტეატოჰეპატიტი, ანუ გაცხიმოვნებას ნიშნავს ჰეპატიტი ანთებას. ანუ ალკოჰოლმაც შეიძლება გამოიწვიოს გაცხიმოვნება და ღვიძლის ქსოვილის ანთება.
არის ესეთი განსხვავებული ცნებებია, თუმცა ორივე ერთი სტეატოზი და სტეატოჰეპატიტი. არის სტეატოზი მხოლოდ და მხოლოდ გაცხიმოვნება არის, ანუ ანთებითი ცვლილებები ღვიძლში ჯერ არ არის, მაგრამ აი სტეატოჰეპატიტი უკვე ანთებითი ცვლილებებია და გართულება გაცხიმოვნების არის იგივე, ციროზი და შესაძლებელი ონკოლოგიაც. ნუ აი მე დასაწყისში აღვნიშნე რომ ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს ღვიძლის დაავადებები, მაგრამ არის რაიმე სიმპტომები, რომლებიც შეიძლება აი დაიმახსოვრონ პაციენტებმა, გაითვალისწინონ, ყურადღება მიაქციონ. ეხლა ბრასაც ვიტყვი, არ მინდა რომ ეს გახდეს, რომ ყველა პირველი და ყველაზე ხშირად, რაც აი ქრონიკული ჰეპატიტის მქონე ადამიანებს აქვთ 95% აქვს ზოგადი სისუსტე. მაგრამ მე იმიტომ ამბობ, რომ არ მინდა ყველა მიფიქროს, რომ ვისაც ახლა სისუსტე აქვს, აუცილებლად რომელიმე ჰეპატიტი უნდა კონდეს. თუმცა, აი ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული C ჰეპატიტი, იგივე გაცხიმოვნება, როცა არის მაღალი ხარისხით, პაციენტებს აქვს ზოგადი სისუსტე. გარდა ამისა, შესაძლებელია უკვე ამას მოყვეს მარჯვენა ფერდქვეშ სიმძიმის გზნობა, აი ამბობენ ხოლმე ეს ფრაზას პაციენტები, ქვასავით მკიდია რაღაც თითქოს აქ და მეც მიჩნდება უკვე, როცა ახალი პაციენტი მოდის, რამე სიმძიმის გზნობა ქვასავით ხوار კიდიათ მარჯვენა ფერდქვეშ მეკითხები, ნუ აი ეს ერთ-ერთი ნიშანი. შესაძლებელია იყოს უკვე გართულების შემთხვევაში კანზეც კი ემჩნევათ ხოლმე, ანუ სხეულზე, აი გულმკერდის არეში რაღაც სიზარღვების ქსელები, ეს ობობასნაირი რაღაც დაქსელილი ეს ქვია, სპაიდერ ანგიომატა ქვია. ანუ ეს უკვე გართულებულია, საკმაოდ შორსაცული ფორმა აქვს, უკვე ციროზია და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია. ამიტომ პირველი, აი მაინც ხაზს უსვავ იმას, რომ კლინიკური ნიშანი შეიძლება არც ქონდა 95 ზოგადად სისუსტე, მაგრამ 5 სხვა არაფერი არ აქვს. მაინც რისკ ჯგუფი. აი რისკ ჯგუფმა უნდა დაიწყოს თუნდაც 6 თვეში ერთხელ კვლევა. ნუ კიდევ და კიდევ უნდა აღვნიშნოთ, რომ არ მხოლოდ ღვიძლში, არამედ ყველა დაავადების კუთხით კვლევა დროული სკრინინგი არის უმნიშვნელოვანესი და თავს ირიდებ ძალიან ბევრი რამისგან ადამიანი, რასაც წინასწარ ამას აკეთებ. ჩვენ ვახსენეთ, თქვენ ახსენეთ რისკ ჯგუფები და განმარტეთ, რომ ესენი არიან ქრონიკული დაავადებების, ჰეპატიტების მქონე ადამიანები. კიდევ ამ რისკ ჯგუფში ვინ შეიძლება შევიყვანოთ? უკვე ვთქვი, ინტრავენული ნარკოტიკების მომხმარებლები. მეორე დიაბეტიანი პაციენტები, რომელსაც გაცხიმოვნების დიდი რისკი აქვს. ჰიპერტონიკები. სიმსუქნე. სიმსუქნე ყოველთვის არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაცხიმოვნებული უნდა ქონდეს ღვიძლი. მე გამხდარის ბევრი მინახავს, რომელსაც გაცხიმოვნებული აქვს და უფრო იშვიათად, ბევრად იშვიათად სუქანი, რომელსაც არ აქვს გაცხიმოვნებული. თუმცა ესეთი შემხედრია. ეს არის ძირითადი რისკ ჯგუფი, ვინც არასწორი ცხოვრებით ცხოვრობს. ნუ რა თქმა უნდა, იქ სექსმუშაკები, რომელიც რისკ ჯგუფში არიან, ასევე ადამიანები, რომელსაც კონტაქტი აქვთ ვირუსული ჰეპატიტებით, კონტაქტი ერთად ცხოვრობენ, არ მაქვს მანდა მაინც ინტიმური კონტაქტზე საუბარი, აი უშუალოდ ერთად ცხოვრობენ, რომელიმე B-ცა ჰეპატიტით დაავადებულთან. აი ეს არის ძირითადი რისკ ჯგუფები. პირველ რიგში, აი ან ეს ინფექციურ დაავადებებს გულისხმობ B-ცა ჰეპატიტს და მეორე უკვე ქრონიკული ავადმყოფობების მქონე დაავადებების მქონე პაციენტები, რომელსაც შეიძლება ღვიძლის გაცხიმოვნება ან სხვა რაღაც დაზიანება ჰქონდეს. ძალიან ბევრ ქართველს სამწუხაროდ აქვს მიდრეკილება თვითმკურნალობის მიმართ და ამას ხვდებით ძალიან ბევრ სამედიცინო განხრაში. თქვენი კუთხით რა ვითარებაა? გეტყვით საშინელი ვითარებაა, იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობთ, აი კითხავს სიტყვაზე მეზობელი რაღაცას და მე ის მკარნახობს, რითი უნდა ვუმკურნალო მას. მე მიჩნდება ხოლმე რაღაც მეკითხებოდი. ანუ ეს არის როგორც წაიკითხავე და ეხლა გავრცელებულია უამრავი ინფორმაცია საბედნიეროდ და ხანდახან ვფიქრობ, რომ საუბედუროდაც. იმიტომ რომ კითხულობენ ყველაფერს და მერე იწყებენ და იქ იგივე რაღაც ინტერნეტში იმდენი ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ სისულელე წერია. რომ ახლა ყველაფრის დაჯერება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეხლა სცენარეო ფიტოთერაპია. დავიწყოთ ამაზე საუბარი. არანაირად წინააღმდეგი. იმიტომ რომ ბუნება შეიქმნა დაავადება, ბუნებაში არსებობს მის საწინააღმდეგოც. მე ეს პრინციპი მაქვს, მაგრამ მე ფიტოთერაპევტი არა ვარ. იმიტომ რომ მეკითხებიან აი რაღაცა სცენარეზე, რომ ეს თურმე კარგი ყოფილა ღვიძლისთვის. ანუ ნახულობ მართლა კარგია თუ არა. და ან ვეუბნები რომ მოდი რა ეხლა ამის დრო არა გვაქვს ჩვენ აი ამით მივხედოთ და ამას მე გავარკვევ და
ამისთვის არსებობს ფიტოთერაპევტი ბოლო-ბოლო და იმან უნდა იცო. ოღონდ ფიტოთერაპევტში არ გულისხმობ ბებიამ დამიტოვა რეცეპტი და ესეც ძალიან ხშირია. აი, ახლა რა თქმა უნდა გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ არის გარკვეული გვარები, რომელიც კურნალობს, არ ჩენს ღვიძლს. ხა ღვიძლის დაავადებებს აქვს ერთი საინტერესო თვისება. შეიძლება თავისითაც განიკურნოს, განიკურნოს რას გულისხმობ, ანუ დაალაგდეს ის ღვიძლის ფუნქცია, მაგრამ ის ძირითადი დაავადება არ რჩება. ამიტომ ეს ვიღაცამ კი არ დაულაგა, თვითონ დაალაგდა მისმა ორგანიზმმა, ანუ რეგენერაციის უნარზე ხო ვთქვით. აი შემდეგში რო გართულდება ისევ ეს პროცესი, მე უკვე იცი რა, წადი ექიმთან და ეს შეიძლება გვიან იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მეპურემ უნდა გამოვაცხოს, თუ ფიტოთერაპიაზე გვაქვს საუბარი, ლიცენზირებული ჭკვიანი ნამდვილი ფიტოთერაპევტი უნდა იყოს და არა ის რომ მე ვიღაცამ რაღაც რეცეპტი დამიტოვა. და რაც შეეხება აი თვითმკურნალობას, არ შეიძლება წაიკითხო მაგისთვის უკაცრავად, მაგრამ ძალიან დიდი ხანი ინსტიტუტში ვისწავლეთ და მე მუშაობ ძალიან იმაზე ბევრად დიდი ხანი. და დღემდე შემიძლია ვთქვა, რომ ამოწურული, აი ყველაფერი რა თქმა უნდა არ მაქვს, რომ ანუ წინ ვითარდება ყოველდღიურად მედიცინა. და ეხლა რაღაცა წავიკითხე და ამით დავინიშნე, მესამე ჩემთვის დავინიშნე, შეიძლება საკმაოდ ცუდი შედეგი მოიტანოს ამან. კი ბატონო. და რატომ მკითხეთ, ეგ კითხვა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მკითხეთ, ის არის რომ ღვიძლის ერთ-ერთი ფუნქცია დეტოქსი, რაც არის ზუსტად აი პრეპარატების ყველაფერი მიღებული, რაც ვიღებთ, ყველაფერი ღვიძლის გავლით ხდება ორგანიზმში და არა მხოლოდ ღვიძლის პრობლემების, სხვა პრობლემების გამო არასწორად მიღებული მედიკამენტები, რამდენად სარისკო არის ღვიძლისთვის, წამლების უკონტროლოდ მიღება, დალევა, რაღაც დაშინების ისინი გამოვიდეს, მაგრამ აი 1000-მდე პრეპარატია აღწერილი. ჩამონათვალია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა. უკმარისობა და არა ღვიძლის დაზიანება. დაზიანება ერთია, კი, რა თქმა უნდა, ის უნდა დაზიანდეს, რომ უკმარისობა გამოიწვიოს. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მივიღოთ ახლა ეს პრეპარატი და ოღონდ ექიმის დანიშნულებით, რომ ექიმა იცის და მე ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორ ვითარდება ეს, ანუ რატო ნიშნავს ექიმი წამოს, რომ დინამიკა ნახოს დაავადების, გაუმჯობეს და გაუარეს და ხა მოდით ეს გეტყვით, რაღაც სქემა ხო არსებობს, რითიც ვკურნალობთ ამ პაციენტებს, მაგრამ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური. რატო არ მომარჩინა ამ წამალმა, რო კითხულობს პაციენტი? თუ რომ მისი ორგანიზმი სხვა არის, მეორე პაციენტის ორგანიზმი სხვა არის. და აი ჩვენ გქონდა მაგალითად 9 შემთხვევა ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ბავშვებში 9 შემთხვევა ღვიძლის უკმარისობის ჭიის წამლით, ერთი დოზით გამოწვეული ჭიის წამლით და 2-ს გადანერგვა დაჭირდა. 2 ბავშვს, 3 წლის ბავშვს და 12 წლის ბავშვს დაჭირდათ გადანერგვა. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა არ უნდა მიიღოს არავინ ჭიის წამალი, მაგრამ მე ხშირად გამიგია, რომ რაღაცა აი პატარას რაღაცა ეთხანება, კბილებს აკრაჭუნებს და ჭია ეყოლება და მოდი მივცეთ ჭიის წამალი. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამისი, ჯერ ისედაც ტოქსიურია ეს ანტიპარაზიტული მედიკამენტები და მე იმის გამო რომ ბავშვი კბილს აკრაჭუნებს, დიაგნოზის დაუსმელად დედამ ან ბებიამ გადაწყვიტა მივცეთ, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. იგივე ანტიბიოტიკები, რომელიც აი როგორ გითხრათ, სიცხე მაუწია, ანტიბიოტიკი უნდა მივცეთ. ამ დროს შეიძლება კი უფრო ხშირად ვირუსულია ეს დაავადება, სიცხე რამაც გამოიწვია და ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს, თუ არ გართულდა ბაქტერიულით არ მოქმედებს და სულ ტყუილად ვაძლევთ იმ ანტიბიოტიკს. ყველაზე ხშირი აი ტოქსინი, ესე ვთქვა, ტოქსიური ჰეპატიტის ყველაზე ხშირი შემთხვევა მთელ მსოფლიოში, აი ნახევარი არის გამოწვეული პარაცეტამოლით. პარაცეტამოლი, რომელიც ურეცეპტოდ იყიდება ყველგან. მე საქართველოს ლაპარაკი მსოფლიოში. და ყიდულობენ ბავშვებს განსაკუთრებით, აი საკმაოდ დიდი დოზებით და მე ეს იწვევს ღვიძლის სერიოზულ და მე მყავდა ბავშვი იყო პაციენტი, რომელიც პარაცეტამოლის მიღების შემდეგ, აი არის ესეთი ALT ქვია ფერმენტი, რომელიც მაჩვენებელი ანთების მარკერი, ესე დავარქვათ ღვიძლის, ნორმა არის 40-მდე. ბავშვს ჰქონდა 11000. ახლა ხო წარმოგიდგენთ, რამხელა ციფრია განსხვავება. მალე კარგად გახდა ის ბავშვი, მაგრამ ახლა რო გაყვითლებულიყო ის ბავშვი, ვერავინ ვერ მიხვდებოდა, რომ ამას ესეთი ცუდი ის აქვს. პარაცეტამოლის მიღების შემდეგ იყო. 3-4 საათში ერთხელ დედა სიცხე აღარ ქონდა ბავშვს, მაინც აძლევდა პარაცეტამოლს, რო არა ეწია. ესეც ძალიან ცუდია, ის სიცხე ჯერ დავიწყოთ იქიდან ებრძვის ორგანიზმში და მე აცალი იქნება აღარ აიწიოს და მე მიეცი ბოლო-ბოლო. არა, ეს 3-4 საათში ერთხელ აძლევდა 11000-მდე აიყვანა ALT.
ღვიძლის უკმარისობაზე ცოტა მეტი რო გითხრათ, ესეც დაავადებაა თუ ეს უკვე გართულებაა? ესეც გართულებაა. ღვიძლის უკმარისობა, აი ალბათ ყველაზე საშიში გართულება ღვიძლის დაავადებების. შეიძლება იყოს მწვავე, ანუ იგივე, აი A ჰეპატიტი, რომელიც ყველაზე მსუბუქ ფორმად ითვლება ჰეპატიტებში. იმანაც კი შეიძლება, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათად 1%-ზე ნაკლებია ამის სტატისტიკა, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს და მე 3 ბავშვი, ჩემი აი ხანგრძლივი პერიოდის მე მხოლოდ 3, მაგრამ 3 ბავშვი მყავს ნანახი ღვიძლის უკმარისობით A ჰეპატიტით გამოწვეული. ღვიძლის უკმარისობის დროს, ანუ აი ის ფუნქციები, რაც აქვს, ეს უამრავი ფუნქცია, ფაქტიურად მოშლილია, ცილების სინთეზი აღარ ხდება, აი ის დეტოქსის უნარი კარგავს ღვიძლიდან, ესე ძალიან ისე რო ვთქვათ, მთელი შხამი მიდის ტვინში და იწვევს ენცეფალოპათიას, აგზნებას, კომაში გადადის მე ესეთ პაციენტი. იშლება საერთოდ სისხლის შედედების სისტემა, უკვე რაც ჩამოუთვალეს საკმარისი იმისთვის, რომ მივხვდეთ, რამდენად რთულია ეს გართულება და შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს, რა თქმა უნდა. არსებობს ეს მწვავე დაავადებები, რომ ქრონიკულიც არსებობს ღვიძლის უკმარისობა, რომელსაც პერიოდულად აქვს ხოლმე ეს გამწვავებები, ანუ ეს უკვე დეკომპენსირებული ციროზი ვისაც აქვთ, ამ ასეთ პაციენტებს აქვთ და ნუ პერიოდულად სტაციონარი ჭირდებათ, მაგრამ რომელიღაცა შეიძლება ასევე დასრულდეს ძალიან ცუდად. ამიტომ აი ძალიან ყოველთვის ვეუბნები ჩემ პაციენტებს, რომ კრიტიკულად მიუდექით თავს. სახლში რო არიან, ხო, მთელი ცხოვრება საკლინიკაში ვერ იწვევიან. სახში რო არიან, აი კრიტიკულად რამე არ მოგეწონება, აუცილებლად უნდა მომმართოთ, იმიტომ რომ ეს რამე არ მომეწონება, სხვადასხვა ოჯახის წევრებსაც ვეუბნები, იმიტომ რომ არის რაღაცა მომენტი, რომ შეიძლება აი ენცეფალოპათიის დროს ვერ იცნოს თავისი ოჯახის წევრები. შეიძლება ეს გაგრძელდეს სულ 1 წუთით, შეიძლება გაგრძელდეს უკვე ძალიან ხანგრძლივად. აი ის 1 წუთითაც კი თუ აღმოაჩინეს, რომ ეს რაღაცა მოხდა, ხა შეიძლება ასაკის გამოც მოვიდეს ადამიანს ეგ ხდება ესეთი რაღაცა, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა ექიპს მიმართონ, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს ღვიძლის უკმარისობის გამოხატულება იყოს. თქვენ ახსენეთ ჯამთელი ღვიძლი. ეს ტერმინი დღესდღეობით უკვე თქვენ თვითონ თქვით, რომ იმდენად დაიკლო ასაკმა, რომ ამის პოვნა რთულია, მაგრამ ნუ აი მე მაგალითად 3 შვილი მყავს, ჯერჯერობით ღვთისმოწყალოდ ყველაფერი კარგად აქვს ბავშვებს, ჯამთელი ღვიძლები აქვთ, მაგრამ რა უნდა ვქნა, რომ არ გაურთულოს სიტუაცია, რომ რას უნდა მივაქციო ყურადღება, გარდა იმისა, რომ ჯამთელი ცხოვრების წესი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი კვება, ჯამთელი კვება. რაც შეიძლება მეტი დატვირთვა ფიზიკური დატვირთვას გულისხმობს სპორტს და ასე შემდეგ. ეს არის ჯამთელი ცხოვრება ეს არის. და თქვენ ხა პატარები გეყოლებათ, მაგრამ ნუ ალკოჰოლს ნუ მიეჭვებიან. გასაგებია. სწორედ ალკოჰოლზე ძალიან ბარემ, რა ვიცი, ხო ვიტყვი ამ ფაქტს ბავშვთან დაკავშირებით. ნუ ხა აი ეს 27 წლის პაციენტი ციროზიანი მყავს, მეთქი, მართლა ვკითხე, როდის დაიწყეს, მეთქი 12 წლის ასაკიდან დაიწყოს, რა პრობლემა ქონდა, ხა მე ფსიქოლოგი არა ვარო, ჩავეძიო, ხა რა პრობლემა იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო ის არის ხოლმე, რომ არიან მოზრდილები, რომლებიც მოდიან და მეუნებიან ალკოჰოლს ვერ ვიტან. ცუდად ხდები. ნუ ესეთ შემთხვევაში პასუხი მუსვავ. მაგრამ მეორე მომენტია, აი რატომ ხდება ცუდად? მოზრდილია. ბავშვი ყველას მოიხსენება პირველად, რომ დალევს, ნუ ცუდად გახდება. ღვიძლი გამოიმუშავებს ამ ალკოჰოლის გამანეიტრალებელ ფერმენტს, ეს გამანეიტრალებელებს რაც დამშრელი ალკოჰოლ დეჰიდროგენაზა, ესეც რთული სახელი ქვია. ოღონდ გამოიმუშავებს იმის მე რაც გაღიზიანდება იმ ალკოჰოლით. ისე ძალიან მცირე რაოდენობით გამოიმუშავდება და აბსოლუტურად ვერ შლის იმ. ამიტომ არის ბავშვს, რომელსაც არ გამოიმუშავდება ის რაოდენობა, ცუდად ხდება. აი მერე და მერე რომ ეჩვევა უკვე ორგანიზმი ამ ალკოჰოლს, მერე აღარ ხდება ცუდად, აღარც ბავშვი და აღარც მოზრდილი. მაგრამ ესეც ხო ინდივიდუალურია, ვიღაცას კარგად გამოუმუშავდება, ვიღაცას ცუდად და ამიტომ აი ვისაც ცუდად გამოუმუშავდება და ცუდად ხდება ყოველი დალევის შემდეგ, თავისთავად არ უნდა მიიღოს სასმელი. ერთ-ერთი კიდევ პოპულარული შეიძლება ითქვას პრეპარატი, საშუალება, რომელიც გავრცელდა უფრო ხშირად ქალბატონებში არის დეტოქსის სხვადასხვა საშუალებები, გასახდომის საშუალებები, რაც მრავალნაირი არის, შეიძლება ითქვას უკვე შეყავთ ნემსის სახითაც, არსებობს ჩაები, ბევრნაირი არსებობს, მოკლედ. რამდენად კარგია, რამდენად სასარგებლოა?
იცით რა, იქიდან გამომდინარე რომ მე ენდოკრინოლოგი არა ვარ, აი ამ გასახდომ საშუალებებთან შეხება არა მაქვს, მაგრამ მაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, მოდი ესე დავარქვათ. ჩემი ძალიან ახლობელი იყო ეს ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ, ახლა მე ვერ გეტყვით ის რამდენად ხარისხიანი იყო, უხარისხო იყო, თუმცა ის პრეპარატი, რომელსაც ის იღებდა გასახდომად, დღესაც არსებობს და დღესაც გამოიყენება. ახლა სახელს რა თქმა უნდა არ ვიტყვი, მაგრამ სამწუხაროდ აი ზუსტად ღვიძლის უკმარისობით დაიღუპა ის სულად ახალგაზრდა ქალბატონი. იმის მერე მაქვს ძალიან ცუდი განწყობა და ყოველთვის მე მიმაჩნია რომ ყველაფერს აქვს ბუნებრივად უნდა მიუდგეთ, ანუ გახდომა შეიძლება ბუნებრივად და თუ მაინც და მაინც არის ხოლმე ახლა კონსტიტუცია ადამიანის ეს რომ ვერ ხდება, ხო გაგიგათ ვერ ხვდები. მაგისთვის არსებობს სპეციალური დიეტოლოგები და ენდოკრინოლოგები. ანუ ჩემით მივიღე იგივე რაღაც გასახდომის საშუალება, რეკლამა ვნახე იმაში, ტელევიზორში იყო თუ სადაც იყო, აი ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ნებისმიერ სხვაშორის არ მიყვარს მედიკამენტების რეკლამას რო აკეთებენ ტელევიზორში, იმიტომ რომ ყველა შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ იგივე თავის ტკივილისთვის ჩემმა მეგობარმა არის ერთ-ერთი პრეპარატი, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც თავის ტკივილისთვის სვამენ. ანოტაცია წაიკითხა პირველად ცხოვრებაში წავიკითხე ანოტაციას და ანოტაციაში იმ წამალს უწერი შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. ჩვეულებრივი იბუპროფენია, ანუ სხვა სახელი აქვს იმას, მაგრამ უწერი ანოტაციაში შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს და სხვას თავის ტკივილისთვის ადამიანი ხო წარმოგიდგენიათ? თავისთავად ის სხვა დროს იწვევს იმ თავის ტკივილს, მაგრამ ეს ამან აღარ დალია დამირეკა ეს რა წამლებიო. ამიტომ აი რეკლამით მე ეს წამალი თუნდაც ღვიძლისთვის. აი თუნდაც ყველაზე ცნობილი წამალი, რომელსაც აი ყველა იცნობს და ის რა, მოდი გავიწმინდავ ღვიძლს და დავლევ. აბსოლუტურად რას გავიწმინდავ, ეს ხო არ არის გავიწმინდო. გაწმინდა არის ჯანმრთელი ცხოვრება და არავით არის წამალი. აი თუ არის უკვე იქ რაღაც ცვლილებები, მე კი წამალი უნდა აღვთ ექიმმა უნდა დანიშნოს და არა რეკლამა ვნახე რომ ეს თურმე აშენებს თავიდან ღვიძლის უჯრედებს, ეგეთი რაღაცა არ არსებობს. ეხლა კიდევ ერთი ცოტა უცნაური და შეიძლება ითქვას, შეიძლება იყოს სასაცილო კითხვა, მაგრამ სულ მაინტერესებდა და უნდა გკითხოთ. ღვიძლი გამოიმუშავებს ნაღველს, მაგრამ გვაქვს ცალკე ორგანო, რომელსაც ესეთ სახელი აქვს, ნაღლის ბუშტი. ორგანო, რომელსაც ზოგ შემთხვევაში საერთოდ ვიღებთ რატომღაც ორგანიზმიდან. რამდენად არის ეს გამართლებული? ნუ ალბათ გამართლებულია და პრობლემური არ არის, მაგრამ სულ მაინტერესებდა მეკითხა, ნაღლის ბუშტის ამოჭრა ეს ფენომენი. ნაღლის ბუშტის ამოჭრა უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა აუცილებელია. იმისთვის გვაქვს ნაღლის ბუშტი და სანაღლე გზები, რომ ეს მონელებაში, საკვებით მონელებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ნაღლის ბუშტი რომ მოიჭრიან, ის ნაღლი ისევ გამომუშავდება და ოღონდ აღარ გროვდება იმ ნაღლის ბუშტში, რომ პირდაპირ სადიდრებით მიდის 12 ნაწლავში, მაგრამ ხა არის დაუშვათ იგივე, ნავკენჭოვანი დაავადების დროს, როდესაც ეს მუდმივი დისკომფორტია. ხა როცა აი ძალიან დიდი ზომის კენჭი აქვს ადამიანს ნაღლის ბუშტში, მე ყოველთვის ვამხოლმე, კენჭი არის ბომბი. როდის აფეთქდება კაცმა არის, მაგრამ დიდი ზომის რო არის, ის ვერაფრით ვერ გაიჭედება სანაღლე გზაში, იმიტომ რომ ის სანაღლე იმ სანათურზე დიდია, მაგრამ იწვევს მუდმივად დისკომფორტს ტკივილს. რა თქმა უნდა, ხა თუ ესეთ ამას მოდით ესე შევთანხმდეთ რა, ქირურგმა უნდა გადაწყვიტოს, ამოსაღებია თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა პოლიპი, ნაღლის ბუშტის პოლიპი, ეს მარტო კენჭი არა. აი პოლიპები ჩდება ხოლმე ნაღლის ბუშტში. რაც წამიკითხავს, ნახევარი მსოფლიოს ქირურგები ამბობენ, რომ მაშინ უნდა მოიღო, მეორე ნახევარი ამბობს, რომ მოდი დინამიკაში დავაკვირდეთ და ნახოთ იზრდება, რამდენად იზრდება. მე თანახმავა რომ არ ამოვიღოთ. თუ ის პოლიპი დარჩა, დავუშვათ 3 მმ-ია და მთელი ცხოვრება ადამიანს ეს 3 მმ პოლიპი აქვს, უნდა კონდეს ის ნაღლის ბუშტი და ჩვეულებრივად ფუნქციონირებს, მაგრამ თუ ტენდენციაა ზრდისკენ, თუ გამრავლების ტენდენცია, მაშინ უკვე უნდა ამოიჭრას და რო ამოიჭრის ნაღლის ბუშტს ადამიანი, მერე პირველი რაც უნდა ფსიქოლოგიურად გაითავისოს, რომ ახალ ცხოვრებას იწყებს, უნაღლის ბუშტო ცხოვრებას და ის ძველი ცხოვრების წესი, ურეჟიმო კვება, ბოდიში და უაზრო კვება, ეს საკვები, რაღაც საკვები არსებობს, რომელიც აღარ შეიძლება მერე, მაგრამ ეს არის გასათავისებელი. თუ ამას დაიცავს, მე ჩვეულებრივად ცხოვრობს უნაღლის ბუშტოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს, ამოსაჭრელია ის ნაღლის ბუშტი თუ არა. და არა, მოდი ამომჭერი, ესე მოდი კბილს აღარ იღებს არავინ, ხო? თქვენ რატო უნდა ამოუღო ან კბილი, ან ნაღლის ბუშტი. თქვენ რამოდენიმეჯერ ახსენეთ უკვე დროული კვება, არა მხოლოდ ჯანსაღი კვება, არამედ დროული კვება. და სამწუხაროდ ბევრი ცდილობს, მაგრამ თავისი ცხოვრების გრაფიკიდან გამომდინარე არ გამოსდის ეგ.
შეგვიძლია განმარტოთ აი ეს დროული კვება რატო არის საჭირო, იმიტომ რომ ინტერნეტშიც ბევრი შედის, 1000-ნაირი რამ მომისმენია, დღეში 3ჯერ ჭამე, დღეში 5ჯერ ჭამე, მცირე პორციებით, ისე ჭამე, ესე ჭამე. რომელია სწორი ჭამა, რომელია სწორი კვება? ჩემი აზრით არის დღეში 4ჯერ. ოღონდ ეს ცნობილი ფაქტია, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, მაგრამ გადამძღარი სუფრიდან არ უნდა ადგეს ადამიანი. საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი. ხო, გვაქვს ეს ქართული სიტყვები და არა მარტო საქართველოში გვაქვს ეს სიტყვები. ინგლისურათაც ზუსტად ესე ლანჩი, დინა, ასე შემდეგ. მოკლედ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის, მაგრამ ის 5ჯერ კვებაც დაუშვათ, ხო? ერთ და იგივე დროს, როცა ხდება საკვების მიღება, ფერმენტები ორგანიზმი რეფლექსურად ეჩვევა უკვე, რომ ფერმენტი უნდა გამოყოს თავი აი ამ დროს. და გამოყოფს და სწორად შლის ამ საკვებს. და ხო, როცა აი ბევრჯერ ყოფილა, რომ დილას ყავა დავლი ერთი ჭიქა, ყველას მქონია ალბათ და გავიქეთ სამსახურებში. მთელი დღე ვმუშაობთ, ვართ ვერე მოშიებულები, საოცრად და საღამოს სახში რომ მივახწევთ, ნუ რაღაცა უზომო რაოდენობით საკვების მიღება. ნუ ახლა რა თქმა უნდა არ არის სწორი. ამაზე რა ვქნათ რო არ მაქვს. მესმის ყველას სამსახურია, ყველას საკვების მიღებას უნდა, ნუ აი მაქსიმუმ 10 წუთი. ასე შესვენება ხო? თუ დაუშვათ სასადილო არ არის, რაღაც არის, კონტეინერით შეიძლება წაიღო. მოდით ესე ვთქვა, დიაბეტი ვისაც აქვს. იმისთვის ხო ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეჟიმში კვება. მიაქვთ კონტეინერებით ან სასადილოში შედიან, ესე იქცევიან. რატო უნდა დავარქვათ მაინდა-მაინც აი ამ ჯანმრთელ კვებას დიაბეტი? ვაუქნა როდის ვჭამოდა რა უნდა იმსავე. კეტავ იმ კარებს 30 წელი ვიმუშავე რეანიმაციაში. ხო თუ არ ყვდებოდა ალბათ ყოფილი გადაუძებდა თუ არ მჭირდებოდი, რა უნდა შეხვალ ოთახში შეჭამ და გახვალ მორჩა. ეს რო თავის დროზე გამეკეთებინა და არ ეკლებოდა. და აქვე რო ავხსნათ, რატომ არ არის მისაღები, ნუ თუ სწორე ვარ, ძილის წინჭამა. ძილში ხელს უშლის. მოდი ესე ვიქეთქვით რა. გადავსებული კუჭი მე ეს ხო იწყებს მოძრაობას ეს საკვები გადადის ნაწილებში და ადამიანს ამ დროს უნდა ეძინოს. ეს ამ დროს ფუნქციონირებს მთელი კუჭნაწლავის სისტემა და დისკომფორტს იწვევს. ამიტომ რატო უნდა შევიქმნა დისკომფორტი? ეხლა იშვიათად როცა ძალიან მოგშირდება ადამიანს, რა თქმა უნდა, ეხლა ერთხელა, მაგრამ მუდმივად ამის გაკეთება თავისთავად ძალით ვიქმნით დისკომფორტს. უკვე ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ დღეს ალკოჰოლი და მისი უარყოფითი ზეგავლენა ჩვენზე, მაგრამ გარდა ალკოჰოლისა და გარდა არაჯანსაღი კვების ესე ვთქვათ, არის რაღაცები, რაც უნდა ვერიდოთ ღვიძლის მიმართებაში. ვთქვათ, რომ ღვიძლი შევინარჩუნოთ ჯამთი. ძალიან ყველაზე ესეთი კითხვა, რომელსაც უსვავ ხოლმე პაციენტს, ხო არ აქვს რამე შხამებთან შეხება. ანუ იგივე მღებავები სიტყვაზე, აი როცა აქვთ რაღაც საღებავებთან საქმე და რესპირატორს ზოგი არ ხმარობს. ყველას გონია რომ ეს ფილტრებზე იმოქმედებს და ღვიძლი რაშუაშია, ყველაფერი მაინც ღვიძლისკენ მიდის. ამიტომ ტოქსინებთან ვისაც აქვს შეხება, აი რა თქმა უნდა არსებობს ამის დაცვის საშუალებები და უნდა თავი დაიცვას. ანუ კვება, სითხეები, არა მარტო ალკოჰოლი, უამრავი ხა ძალიან კარგია დაუშვათ იგივე ლიმონათები და ასე შემდეგ სხვადასხვა ესასრულები, მაგრამ არ შეიძლება რომ წყლის მაგივრად სვა მუდმივად ხა ცუდად ჩამომერთვა, მაგრამ აი დასასმელები რაც არის. ანუ მატონიზირებელი იქნება თუ რაც იქნება. ენერგეტიკებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, მე ადამიანები მინახავს, რომელიც 10-11 კილოს სვავენ დღეში. რა თქმა უნდა არ არის სწორი. ჯერთი ამ თენი ტონუსი არ არის საჭირო ხო 11 კილო ნებისმიერი ენერგეტიკი დალიო. მაგრამ მე არ ვამბობ რომ არასდროს არ უნდა დალიოს ადამიანმა და უნდა გამორიცხოს, მაგრამ ზომიერებას აქვს ყველაფერში ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი ბატონო. და გადაცემის ბოლოსკენ ორი ცოტა განსხვავებული კითხვა მაქვს შემონახული თქვენთვის. ერთი არის ესეთი. რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა და რატომ გადაწყვიტეთ ეს მიმართულება, ჰეპატოლოგია? ექიმობა რატო გადავწყვიტე, სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, რაღაცა მომეწონა, ეთყობა, ძალიან პატარა ბავშვობიდან გადავწყვიტე ექიმობა. რატო მართლა არ მახსოვს და აი მე ნუ გადავწყვიტე და გავხდი. რატო გადავწყვიტე ჯერ ჰეპატოლოგიამდე ინფექტოლოგია გადავწყვიტე, ანუ ინფექციონისტობა, მაგრამ აქ უკვე ძალიან დიდი დამსახურება იყო მასწავლებლების. ჯერ სტუდენტობის დროს ორი ისეთი მასწავლებელი შევხვდა, ბატონი ბიძინა დიდებულიძე და ქალბატონი იაშ შალამბერიძე. თუ მომისმენს ქალბატონიას დიდი მოკითხვა ჩემგან, აი შემაყვარეს ეს საგანი.
მე შევხვდი ბატონ ბახტანგ ბოჭორუშვილს უკვე იქ მივიყავი, მაგრამ აი იმან ხო საერთოდ ამიტომ გადავწყვიტე ეს სპეციალობა და მე ამაში გამოვარჩიე ჰეპატოლოგია, იმიტომ რომ ხა მუშაობდი პარალელურად 30 წელი რეანიმაციაში და ნუ პლუს იქ რეანიმაციაში ყველანაირი დაავადება ხდებოდა მძიმე, მაგრამ ჰეპატოლოგია რაღაცა ცალკე უფრო იმიტომ რომ ბევრი პაციენტი წამოვიდა ღვიძლის დაავადებებით ამბულატორიული ესე დავარქვათ რა რეანიმაციის გარეთ და ამიტომ მომიწია ჰეპატოლოგობა. და ბოლოსთვის ესეთი კითხვა მაქვს, როგორი პაციენტი ბრძანდებით? კარგი. გაგიკვირდება და კარგი. ყველანაირად თუ რაღაცა პრობლემა აქვს, ვცდილობ დავიცვა. სხვათა შორის ვიცით რა ადრე ბევრი წლის აი ნუ დავარქვათ სანამ ახალგაზრდა ვიყავ. ავათაც იშვიათად ხდებოდი და იგივე თუ რაღაცა ვირუსული ინფექცია იყო, ახლა ძალიან იშვიათად მახსოვს რომ ახლა სიცხე მომიწია ძალიან, მაგრამ ნუ ვცდილობდი რომ ის მალე მომეგვარებინა და ეხლა უკვე იმის დაცვასაც ვცდილობ, ანუ გრიპის ვაქცინას ადრე 90-იანებში არ ვეძებდი, მაშინ საშოვნელი იყო ესე დავარქვა და არ ვეძებდი და ეხლა პატიოსნად ვიცრები, ყველას ვეუბნები, უნდა აიცრათ. ნუ საკუთარი თავი უფრო მეტად შემიყვარდა ვიდრე მიყვარდა ადრე. კარგია და სწორიც არის. ალბათ ყველა ეგრე უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობა იყოს სათანადოდ, რომ ჩვენ ვიყოთ შინაგანადაც მშვიდები და ფსიქოლოგიურადაც გამშვიდებულები. საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა ბატონო კახა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. რომ შევაჯამოთ ორი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ისევ და ისევ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის და სურვილი რომ ვიყოთ ჯანმრთელები. თუ გაგებული გექნებათ რა ძველად აი სიტყვა ახლაც გამოიყენება, მაგრამ ღვიძლს ჯიგარს ეძახდნენ. და სუდად რო ხდებოდა ადამიანი და სუდ ხასიათზე იყო, ჯიგარი გაუფუჭდაო. ანუ ხასიათთანაც კი დაკავშირებულია, ანუ აი სადაც გითხარით, გონების დაბინდვა ეს ხო ცალკეა კიდე, მაგრამ აი ჯიგარი გაუფუჭდაო ესე ამბობდნენ და ამიტომ აი ფოლკლორშიც კი გვაქვს ეს რა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბატონო. მადლობა ყურადღებისთვის, მოწვევისთვის. აბა დაფიქრდით, საერთოდ გაჩნდებოდით თუ არა რომ არა ვაქცინა, რომელმაც თავის დროზე თქვენი წინაპარი გადაარჩინა. დიახ, შეიძლება არ გესიამოვნათ ეს ამბავი, შეიძლება კომენტარებში მლანძღოთ, მაგინოთ, მთათხოთ, მაგრამ ეს ფაქტია. ვინც ამის შესახებ იცით, გაგახსენებთ, მაგრამ ვინც არ იცით და აზრზე არ ხართ, გეტყვით რომ აუცილებლად უყურეთ ამ სიუჟეტს, რომელიც მოგიყვებათ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ვაქცინაცია. ჩვენ შემოგთავაზებთ სიუჟეტების ციკლს, რომელიც იქნება სასიკვდილო დაავადებების შესახებ. ეს დაავადებები პანდემიებს აღარ იწვევს, რადგან ვაქცინამ თავის დროზე ისინი დაამარცხა. მოკლედ, სიუჟეტი პირველი. ყვავილი ინფექციური დაავადება, რომელმაც თავისი ისტორიის განმავლობაში 500 მილიონი ადამიანი შეიწირა. ყვავილი, იგივე ვარიოლა თუ smallpox. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ინფექციური დაავადება, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი შეიწირა. ინფექცია ყოველთვის აფეთქებების სახით ვითარდებოდა, რასაც პანდემია მოჰყვებოდა. მე-18 საუკუნის ევროპაში გარდაცვლილთა რიცხვი წელიწადში 400,000-ზე მეტი იყო. მე-20 საუკუნეში 300 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. 100 წლის განმავლობაში ყვავილმა ჯამში 500 მილიონი ადამიანი შეიწირა. საწყისი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, კუნთების, თავის და წელის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა. ხშირად აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება. ადრეული სტადია ჩვეულებრივ 4 დღემდე გრძელდებოდა. მე-15 დღისთვის წარმოიქმნებოდა პირის ღრუში წყლულები, ენის, სასის და ყელის ლორწოვან გარსებზე. პირველი ხილული დაზიანებები ჩნდებოდა კანზე გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდებოდა, დამახასიათებელი სითხით ივსებოდა და ნაწიბურებს ტოვებდა. დაავადება მარტივად გადამდები იყო, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან პირისპირ კონტაქტით, იშვიათად დაბინძურებული ნივთებით. სიკვდილის რისკი 30%-ზე მაღალი იყო. ჩვილებისა და ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი. დაავადების ინკუბაციის პერიოდი 14 დღემდე გრძელდებოდა. გამოჯამრთელებულს კანის ფართო ნაწიბურები რჩებოდათ, ასევე შესაძლებელი იყო მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ სრულად დაკარგვა. ყვავილას გამოჩენის თარიღი დადგენილი არ არის. ითვლება, რომ ის სულ მცირე 3000 წელი არსებობდა, რადგან უძველესი ცივილიზაციების წყაროებშიც კი მოიხსენიებდნენ, მაგალითად ძველ ეგვიპტურსა თუ ჩინურ ნარკვევებში. ინფექცია ყოველთვის იყო გლობალური დაავადება.
რომელიც ყველა კონტინენტზე ვრცელდებოდა, სადაც ადამიანი ცხოვრობდა. მათ შორის არაერთი ჩანაწერებიც დასტურდება, რომ მე-18 საუკუნის საქართველოში ყვავილის ფართო ეპიდემია გავრცელდა. ვირუსთან ბრძოლის წამალი არ არსებობდა, სანამ ვირუსს სრულად მოსახლეობა არ მოიხდიდა, მისგან დაცვა ვერ ხერხდებოდა. ედუარდ ჯენერი, რომელსაც მოგვიანებით იმუნოლოგიის მამა უწოდეს, ინგლისელი მეცნიერი იყო. ის გარემოს სწავლობდა. ჯენერმა შეამჩნია, რომ ფერმერებს, რომლებსაც ყვავილის ვირუსი ძროხებისგან გადაედოთ, გადარჩნენ ან მარტივად გადაიტანეს, რაც მთავარია შემდგომში აღარ ავადდებოდნენ ვირუსით. მეცნიერმა დაასკვნა, რომ შესაძლოა ვირუსთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო გამომუშავდოთ იმუნიტეტი. მან შეიმუშავა ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფდა აქტიური იმუნიტეტს ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. 1790 წლის 14 მაისს ჯენერმა პირველი აცრა 8 წლის ჯეიმს ფიფს შეუყვანა, რის შემდეგაც ბავშვი ყვავილით აღარ დაავადდა. ამით ჯენერმა პირველმა დაადგინა ვაქცინაციის უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს მოვლენა იმდენად დიდი მნიშვნელობის იყო, რომ მალევე გავრცელდა მოსახლეობაში, შემდეგ მეზობელ ქვეყნებში და ბოლოს ყველა კონტინენტს მოედო. პრეპარატი მალევე გავრცელდა, რადგან სასიკვდილო დაავადებებისგან ერთადერთი დაცვა სწორედ ეს პრეპარატი იყო, ყვავილის ვაქცინა. საუკუნეების განმავლობაში პრეპარატი დაიხვეწა და გაუმჯობესდა, რამაც უფრო გააძლიერა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1967 წელს დაიწყო ყვავილის აღმოფხვრის ინტენსიური გეგმა, ფართოდ გავრცელებული იმუნიზაცია და მეთვალყურეობა. იმუნიზაციის კამპანიაში ყველა კონტინენტზე ჩართული იყო ყველა ქვეყანა. ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. იცრებოდა მასიურად ყველა ასაკის, სქესის, სოციალური ფენის ადამიანი. მასიურმა იმუნიზაციის პროგრამამ იმოქმედა და 1980 წელს ჯანმომ ყვავილი აღმოფხვრილად გამოაცხადა. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვაქცინაციის წარმატებაა. ბოლო ცნობილი ბუნებრივი შემთხვევა სომალიში 1977 წელს დაფიქსირდა. ყვავილის ვირუსი ერთადერთი დაავადება, რომელიც კაცობრიობამ სრულად დაამარცხა, უფრო ობიექტურები თუ ვიქნებით, ბიოლოგიურმა პრეპარატმა, ყვავილის ვაქცინამ. მობილური ტელეფონის გარეშე 72 საათი ყოფნა კოგნიტური უნარების აღდგენას უწყობს ხელს. დიახ, კვლევა სახელწოდებით სმარტფონის შეზღუდვის გავლენა სიგნალთან დაკავშირებულ ნერვულ აქტივობაზე ჰაიდელბერგის უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს. მონაწილეობდა 18-დან 30 წლამდე ასაკის 25 ახალგაზრდა. მონაწილეებს სთხოვეს 72 საათის განმავლობაში შეეზღუდათ სმარტფონის გამოყენება აუცილებელი კომუნიკაციების გარდა და რა დაადგინეს. რომ კოგნიტური მოქნილობისა და კონცენტრაციის გაზრდა ხდება ასეთ დროს, იმპულსების კონტროლისა და ემოციური რეგულაციის გაუმჯობესება, ტვინის აქტივობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაზრდა და ტელეფონთან დაკავშირებული ნეირონული რეაქციის ცვლილება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? პირველი, მონაწილეები უკეთესად გრძნობდნენ კონცენტრაციის უნარს. მონაწილეებმა უკეთ შეძლეს ემოციების მართვა. ნეიროვიზუალური გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ ტვინის გადაწყვეტილების მიღების რეგიონები უფრო აქტიური ხდებიან. და ამასთანავე, როდესაც მონაწილეებს აჩვენებდნენ ტელეფონის სურათებს, ტვინის რეგიონები, რომლებიც დამოკიდებულებასა და ჯილდოს პროცესს უკავშირდებოდა, შეიცვალა, რაც მიუთითებს, რომ ტელეფონები შეიძლება იმდენადაც იყოს ადიქტური, რამდენადაც ნიკოტინი ან ალკოჰოლი. სმარტფონებისა და ტექნოლოგიების გამოყენება იმდენად პრობლემური გახდა, რომ სულ უფრო მეტი კვლევა გახდა საჭირო ამის შესასწავლად. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი ტვინი ძალიან ადაპტირებადი არის და მცირე ციფრულ დეტოქსსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მენტალურ სიჯანსაღესა და კონცენტრაციაზე. ასე რომ, ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელი და კონცენტრირებული. რამოდენიმე საათით მაინც დღეში გადადეთ მობილური იმისათვის, რომ უკეთ იგრძნოთ თავი. მე კი დღევანდელ გადაცემას ამით დავამთავრებ და დაგემშვიდობებით ერთი კვირით. აუცილებლად გამოვთავო მობილურს და ვეცდები რამოდენიმე საათი მაინც არ გამოვიყენო. მომავალ შეხვედრამდე.